შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ანუ კაპიტალურ საზოგადოებაში დამფუძნებლის პასუხისმგებლობა შეზღუდულია და იგი პასუხს აგებს მარტო იმ თანხით, რაც შეიტანა საწარმოში და რა თანხაც ტრიალებს საწარმოში და როდესაც ადამიანი არის ინდმეწარმე ან ფიზიკური პირი მეწარმე, ის თავის ვალდებულებას პასუხს აგებს მთელი თავის ქონებით. ანუ ყველა ღმერთმა დაიფაროს და ცუდად თუ წავა ბიზნესის საქმე და დადგება ბიზნეს გადასახადების იძულებით ამოღების საჭიროება, საქართველოსიდან მოსთხოვენ შემოიფარგლო მარტო იმ შეპესეს ქონებით და ამ კაც მოსთხოვენ მთელ ქონებას, მათ შორის საცხოვრებელ სახლსაც კი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ბატონ თემურ, თქვენ თუ სწორედ დასკვნა გამოვიტანეთ თქვენი რეკომენდაციიდან გამომდინარე, რომ დაბეგვრის თვალსაზრისით რა ფორმით იქნება ეკონომიური საქმიანობა წარმოებული მეწარმე ფიზიკური პირის თუ თქვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებრივ საწარმოქვი ამას საკანონმდებლობის ენაზე ფორმით დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს არ აქვს, მაგრამ პასუხისმგებლობის კუთხით დღეს ძალიან თვითობრივი განსხვავება და მართლაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სახელწოდება ღაღადებს მის შინაარსობრივი დატვირთვას, რომ მისი ამ კომპანიის მესაკუთრეების პასუხისმგებლობა არის შეზღუდული, განსხვავებით მეწარმე ფიზიკური პირებისაგან, ან მეწარმეებისაგან, რომელიც პირადი ქონებით აგებენ პასუხს და ეს პირადი ქონება შეიძლება გამოიხატებოდეს საცხოვრებელ სახლში, საცხოვრებელ ბინაში, აგარაკში, მანქანაში, საბანკო დეპოზიტში და ყველაფერში ერთად. და კიდევ მეც დავამატებ, პირადი ქონებაც არა მთლიანად ოჯახის ქონება. შეიძლება გამიჯნო პირადი ქონება, თქვა რომ ჩემი ეს მანქანაა და ჩემი ეს პიჯაკია, მაგრამ ის უკვე აღარ უყურებს ამას საგადასახადო. მეუღლის ქონებას ყველაფერი, რაც ოჯახს ეკუთვნის, ოჯახის ქონება. ამდენად მე ამ ფორმას მეწარმეს არ ურჩევდი არავის. თუმცა 2011 წლიდან შემოდის ახალი კოდექსი, რომელსაც შემოაქვს ორი ცნება: მიკრობიზნესი და მცირე ბიზნესი. მიკრობიზნესი მიბმულია ბრუნვასთან და 30,000 ლარამდე თუ გაქვს შენ წლიური ბრუნვა, მაშინ შენ სპეციალური რეგისტრაცია ხდება, მაგის სერტიფიკატს გასცემენ შენი განცხადების საფუძველზე საკადასტრო ორგანოები და არიბეგრების საერთოდ. და თუ გადააჭერებ 30,000, მაგრამ ჩაეტევი 100,000-მდე ბრუნვაში, მაშინ მცირე ბიზნესი. ეს ორივე შემთხვევა ეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს. ანუ შეპესე ვერ დარეგისტრირდება მიკრობიზნესსაც და მცირე ბიზნესსაც. ძალიან საინტერესო საკითხი შეეხეთეთ, რომ მოსახლეობამ ეს არის, ესე იგი მიკრობიზნესის მახასიათებელია 30,000 წლიური შემოსავალი და მცირე ბიზნესისთვის 100,000 წლიური შემოსავალი. დაგეზუსტებთ, ეს არის მიკრობიზნესისთვის არის 29,999, იმიტომ რომ კანონში წერია 30,000-მდე. ერთი ლარის თუ მეტი იქნება უკვე მიკრობიზნესად აღარ ჩაითვალა. პრინციპში დაახლოებით ეს არის სადღაც 2,400 ლარი თვიური შემოსავალი. რაც საკმაოდ ღმერთმა მიცეს ყველა ქართულ ოჯახს. ხო, თუმცა თქვათ ისიც უნდა აუხსნათ ტელემაყურებელს, რომ შემოსავალი არ ნიშნავს მოგებას, რომ თუ შემოსავალ იმ 2,400 ლარში ხარჯი გექნა 2,200 ლარი, რა თქმა ამ შემთხვევაში შენ ხარ 200 ლარიანი მოგების. საქმეში ქართული ანდაზამოს თხავიყიდეთ, ხაგავყიდეო, ესე იგი. შენ იმიტომ ხარ ბიზნესმენი და იმიტომ გაბია თავზე მხრებზე თავი, რომ განსაზღვრო რა უნდა გააკეთო და როგორ. კეთილი, გადავიდეთ ამ მცირე ბიზნესზე, ახალი საგადასახადო კოდექსით, ბატონ თემურ. 100,000-ის ფარგლებში თუ აქვს წლიური შემოსავალი. მას რა გადასახადების გადახდის ვალდებულებები წარმოეშვება? ესე იგი 99,999. 99,999. ესე იგი, თვითონ საგადასახადო კოდექსიდან გამომდინარე 100,000-მდე ბრუნვა დაღეგეთი არ იბეგრება, ეს თავისთავად გასული აქეთ. ეხლა აქ ერთი მნიშვნელოვანი დამატება გასაკეთებელი, კოდექსში კი ასე წერია, მაგრამ მე სრულ პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ კოდექსში ჩანაწერი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება გამოსცეს ნუსხა იმ საქმიანობის სახეებისა, რომელიც არ შეიძლება დარეგისტრირდეს მიკროამცირე ბიზნესად. ანუ მე არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ მთავრობამ გამოსცეს დაგენებო, თქვა ადვოკატთა საქმიანობა არ შეიძლება დარეგისტრირდეს. საექიმო საქმიანობა ალბათ ეს იგულისხმება, ხო? ალბათ არ შეიძლება დარეგისტრირდეს სატრანსპორტო გადამზიდავის საქმიანობა მიკრობიზნესად. არ ვიცი მე ეს რას ჩადებენ ისინი შიგნით. თუმცა აქ მაგრამ გეტყვით ახლა თქვენ შეკითხვაზე გაწყვეტოს. აქ იგულისხმება, რომ შენ თუ არაფერ დოკუმენტაციას არ აწარმოებ და ამის უფლებას გაძლევენ, მაშინ შემოსავლების 5%-ს იხდი. მცირე ბიზნესის შემთხვევაში. მიკრო არაფერს არ არის, მაგრამ შენ თუ შემოსავლების აღრიცხვას აწარმოებ და შენი შემოსავლები არის თქვა აი 99,999 ხო თქვით ამას 60%-მდე თუ არის და ამაზე დოკუმენტაცია გააქვს, მაშინ 3%-ია შენი გადასახადი.
ამათ შორის ესე იგი აქაც სტიმულირება მიდის იქითკენ რომ მართალია შენ არის ბეკრები ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ თუ აღრეთ სხვა საწარმოებ კიდე დამატებით და თუ დისციპლინირება ხო აქ დათქმა კიდე ასეთი რომ ეს როგორც ჩანს მუხრების რედაქციიდან ძირითადად ეხება მაინც მოვაჭრეებს აქ ის სტიმული ჩანს რომ უნდა იყოს სპეციალურ სავაჭრო ადგილზე მიბმული ანუ ბაზრობაზე უნდა ქონდეს შენი მუდმივი დახლი და ასე შემდეგ ანუ ისევ და ისევ მე ვხედავ ამაში გადამხდელთა დისციპლინარული მობილიზების მცდელობას ეხლა როგორი პრაქტიკა დამყარდება ეგ არავინ არ იცის კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ სანამ თქვენ ამ შეკითხვის დამისვენებთ რომ დამისვავთ აუცილებლად შემოვიდა სრულიად ახალი ცნება საგადასახადო ომბუდსმენის რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით რა ინსტიტუტი იქნება დღეს მე არ ვიცი მაგრამ ომბუდსმენი საზოგადოებრივ ადამიანი რომელიც იცავს ჩვენს უფლებებს გადასახადო გადახველის უფლებებს შემოღებულია პირადი საგადასახადო აგენტის თან ესე ცნება რაც ნიშნავს რომ შენ თუ ხარ მეწარმე შეგიძლია დაიქირაო საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი საკუთარ კონსულტანტად იქ ხელშეკრულებაში ისიც არის დათქმული თანხა გადასახდელი რამდენი გადაიხადოს. ფაქტობრივად კონკურენტები გაგიჩნეს საგადასახადო კონსულტანტებს თქვენ. არა, რა მნიშვნელობა, ეხლა იცით საქმე. თქვენ არ გეშინიათ ამ კონკურენციის ბატონთებრი გამოცდილი კაცი ბრძანდებით, მაგრამ რეალურად იმდენია რომ აქ კონკურენცია არის, აი ეს გურულების ანეკდოტის არ იყოს რელსზე როზის გურული და მეორე რომ ჩაიჩოჩიო. დაახოთ იგივე სიტუაცია. თუმცა მაინც ერთი მომენტია რომ თუ ჩინოვნიკები დაიწყებენ საგადასახადო კონსულტანტის ფუნქციის შეთავსებას, ჯერ ეგერთი ჩემი ფილოსოფიით ისე ვალდებულები არიან კონსულტანტები იყვნენ, მაგრამ მე ეჭვი მაქვს რომ მაგ საბარველის ქვეშ დამატებით ანაზღაურებას მოსთხოვენ გადასახადის გადამხდელებს. არა, ეგ კანონში პირდაპირ დევს. სწორედ მაგაშია რომ გადასახადის გადამხდელებს დამატებით ანაზღაურებას მოსთხოვენ ამ კონსულტაციაში ჩინოვნიკები და რეალურად ჩვენ ნენელა გადავდივართ იმ სახელმწიფოზე, იმ მართლობის ტიპის სახელმწიფოზე, სადაც ჩინოვნიკები ერთი გადასახადების გადახდის გზით იღებენ ხელფასებს ჩვენგან და მეორედ ამ ხელფასის სანაცვლოდ მომსახურება რო გაგვიწიონ, კიდე დამატებით გვახდენებენ ამ მომსახურების საფასურს დაახლოებით აი ესეთ გადაეწყო საჯარო რეესტრი, ესე გადაეწყო სამოქალაქო რეესტრი და ჩვენ შეიძლება თუ საგადასახადო სისტემაც ამ სისტემაზე გადაეწყო, საბაჟოც ესე გადაეწყო, ჩვენ შეიძლება პოლიციაც ესე გადაეწყო, გავანზე ორჯერ ვიხდით ჩვენ თანხას მომსახურების მიღებისას. პოლიცია ეგრეც არის, ხა დაცვის პოლიციას, როდესაც სიგნალიზაციას გიყენებს და იღებს შენს ქონებას დაცვის ქვეშ ფულს უხდი. მაგრამ მე მაინც შევეცდები შემდეგი საკითხები დავსვა იმ საქმიანობიდან გამომდინარე რა ძალიან ფართო მასშტაბიანი აქტუალურია ჩვენი მოქალაქეებისათვის როგორც ქართული ბიზნესისათვის. მაგალითად, ბინადმშენებლობის ამხანაგობები. ეს ძალიან გავრცელებული ფორმა არის, ფაქტობრივად ამხანაგობების ფორმებს შორის ყველაზე გავრცელებულია ბინადმშენებლობის ამხანაგობები. და ძალიან ბევრ დავასთან და პრობლემასთან არის ხშირად დაკავშირებული ეს ბინადმშენებლობის ამხანაგობები. რა შეიძლება ურჩიოთ ამ ბინადმშენებლობის ამხანაგობის შემქმნელ პირებს? რა ფორმით მოაწესრიგონ ეს საქმიანობა, როგორც გადასახადის გადამხდელებს? რა რჩევებს მიცემთ თქვენ? ბინადმშენებლობის ამხანაგობები ძალიან მტკივნეული თემაა, გეთანხმებით ამაში. პირველ რიგში იმიტომ რომ ეს პრაქტიკა არ არსებობდა საქართველოში და დაიწყო სულ რაღაც 5 წლის წინ. და მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო ჯერ კიდევ იმ რედაქციაში, რომელიც 2005 წლის 1 იანვრიდან შემოვიდა მოქმედებაში, ეწერა რომ ამხანაგობა და მსგავსი წარმონაქმნი საგადასახადო თვალსაზრისით უთანაბრდება საწარმოს, ანუ ყველა ის დებულება, რომელიც საწარმოს მიმართ გამოიყენება საგადასახადო ვრცელდება ამხანაგობასაც. რატომ მაყურებელს მინდა განუმარტო, რომ საგადასახადო კანონმდებლობის ენაზე საწარმო ნიშნავს კერძო სამართლის კომერციულ იურიდიულ პირს. კერძო სამართლის კომერციულ იურიდიულ პირია სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი და ასე შემდეგ, ცნობილი ის ფორმები. და ამას უთანაბრდება ამხანაგობა. და მსგავსი წარმონაქმნები ასეთი ჩანაწერია. ეს საკმაოდ ფართო დეფინიცია ამისი. მაგრამ რატომ რაღაც ტრადიციის გამო თუ ალბათ იმ ისტორიული მეხსიერების გამო რომ იყო ადრე ბინადმშენებლობის კოოპერატივები, ვიღაცას მოუვიდა თავში აზრი შეიქმნა ამხანაგობა, მithmetes ამხანაგობას უშვებდა ესე რა ქვია სამოქალაქო კოდექსი და ის განსაზღვრა რომ ამხანაგობა არის პირთა გაერთიანება დროებით მიზნის მისაღწევად, ხო? და რატომღაც ამხანაგობის შემქმნელებმა ჩათვალეს, რომ ისინი გამოდიოდნენ ამ ფორმით შექმნით, გამოდიოდნენ საგადასახადო წნეხის მოქმედების სფეროდან.
სანამ წნეხს შეეხება ბატონ თემურ მე ალბათ ავხსნი თქვათ რა ჩემი ვარაუდს გამოთქვა რატო ამჯობინეს ამ ფორმით ფაქტურად ამ ხანაგობა საწარმოსაგან იმითაც განსხვავდება რომ თუ საწარმოს საქმიანობის დაწყებისათვის არა მარტო საგადასახადო რეგისტრაცია არამედ სახელმწიფო რეგისტრაციაც ავალდებულოა ამ ხანაგობის საქმიანობის დაწყებისათვის მხოლოდ საკმარისია საგადასახადო რეგისტრაცია ანუ ეს ბევრად უფრო ადვილია ამ ფორმით საქმიანობის დაწყება მით უმეტეს როცა გაქვს მოკლე ვადიანი მიზანი ავაშენო კორპუსი და არა თქვა დავაფუძნოთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რომელიც ააშენებს კორპუსს ალბათ ამითაც აიხსნება ეს მისწრაფება მისწრაფება კი არა ისტორია ამ საკითხის იმიტომ რომ დღეს შპს-ს დაფუძნებაზე ადვილი მე მგონი არაფერი არ არის ქუჩაზე გადასვლა უფრო ძნელია ვიდრე შპს-ს დაფუძნება სერიოზულად რო ვილაპარაკოთ ხო მაგას ჭირდება მაქსიმუმ 1 საათიანი მოცდენა ადგილზე მისვლა რაღაც ანკეტის შევსება 100 ლარის გადახდა და დღეს მიღებული უკვე შპს-ს პატრონა და მასე შეიძლება თავი ჩათვალო მეწარმედ ხო ესეთ საწარმოები ძალიან ბევრია საქართველოში შემიძლია თქვა რომ ყოველ 100 დარეგისტრებულზე ალბათ 5 თუ მუშაობს დანარჩენები სულ ეს შექმნილი საწარმოებია და მათი პატრონები თავს თვლიან მეწარმედ კეთილი გავაგზავნოთ საქართველოს კუთხით ხო გარდა ამისა აი ამ შემქმნელებმა არ ვიცი რატო არ მიაქცეს ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს. ამ ხანაგობის წევრები, ამ ხანაგობის ვალდებულებზე პასუხს აგებენ ისევ სოლიდარულად. დიახ. ანუ აქაც იგივე საკითხი დგება, რაც ინდმეწარმის შემთხვევაში და მეწარმე ფიზიკური შემთხვევაში. ანუ ვალდებულება შენი ვრცელდება შენს პირად ქონებაზე, მაგრამ რატომაც ალბათ იურიდიული პირის შექმნის გარეშე რო იყოს ჩანაწერი, ამან მოხიბლა შეიძლება რომელიღაცა გადაესა მომავალი გადამხდელი და ამიტომ აერჩიეს ეს გზა თორე სინამდვილეში ამ ხანაგობა ზუსტად დაარსების დღიდან და ამ კანონის ამოქმედების დღიდან ყველა გადასახადის გადამხდელად ითვლება და რომელიც კი არის საგადასახადო კოდექსში ამ გადასახადების დაბეგვრის თვალსაზრისით ამ ხანაგობაზე იგივე რეჟიმი ვრცელდება რაც საწარმოზე და პლუს თქვენ ამატებთ რომ ამ ხანაგობის წევრის საგადასახადო ვალდებულები უბრალოდ ამ ხანაგობის საგადასახადო ვალდებულები გადახდაზე ყველა წევრი სოლიდარულად ვალდებულია. არა მარტო ყველა ვალდებულებას, თქვა ამ ხანაგობას აქვს ვიღაცის ვალი, ხო თქვა მშენებლის ვალი აქვს. იმას უნდა ყველამ თუ რაღაც მიზეზის გამო ამ ხანაგობა ვერ გადაიხადა, შენ უნდა შენი წილის პროპორციულად მოიტანო. და დაახლოებით საქართველოში დღეს ესეთი მდგომარეობა, როგორც შეიქმნა იტალიაში 60-იან წლებში გასული საუკუნის, როცა ყველა მეორე სახლზე იყო გამოკრული, ქირავდება და იყიდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბუმი წარმოიქმნა. ეხლა მე მაგალითად არ მომწონს თბილისში ძალიან ბევრი დაუმთავრებელი სახლის არსებობა და რომელსაც დამთავრების პერსპექტივა ძალიან საეჭვია, იმიტომ რომ რამდენადაც ჩახედული ვარ, თითქმის ყველა ამ ხანაგობა გაჩერებული იმის გამო, რომ მათ კაი ცხოვრება არ უდგათ დღეს. სახსრები არ ყოფნით, საგადასახადო ვალდებულები წარმოქმნილია და რა ქნან არ იციან, ასე რომ მე მიმოჩნია, რომ ამ შენებელი გაქცეულია. ხო, ცალკე უნდა მიხედოს სახელმწიფო, იმიტომ რომ ეს პრობლემა ათასობით ადამიანის ოჯახს ეხება და საბოლოო ჯამში ეს სამშენებლო კონსტრუქციები რო ჩამოინგრევა და გაოხრდება ბოდიშეამ სიტყვისთვის, ქალაქს დააუშნებს კიდეც და ბევრ ეკოლოგიურ საფრთხესაც შექმნის. ამდენად ეს მე მიმოჩნია აი ერთი 16 წუთიანი გადაცემის ფარგლებში ვერ ჩავეტევით, ეს პრინციპში სახელმწიფო პრობლემაა, რომელიც სახელმწიფო უნდა გადაჭრას აი პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე. აი ესე როგორც თქვათ ახლა ძველი თბილისის ახალი ცხოვრების მსგავსი პროგრამა აქაც უნდა შექმნას, თორე პრინციპში გადაუჭრელი იქნება ეს. კეთილი, თუ მე სწორად გავიგე ბატონ თემურ, ამ ხანაგობის შექმნის შემთხვევაში, თქვა ბინაჩვენებლობის ამ ხანაგობის შექმნის შემთხვევაში, როგორც პრაქტიკაში არის ასე, რომ ამ მრავალბინიან სახლში კორპუსს რო ვეძახით ჩვენ, ფართს ყიდის ან ამ ხანაგობა თავისი გამგეობის, კრების გადაწყვეტილებით, ან ამ ხანაგობის თავმჯდომარე ერთპიროვნულად და თქვენ როგორც ბრძანებთ, თუ სწორად გავიგე მე, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს გამგეობის გადაწყვეტილებით გაიყიდება ეს ფართი თუ ამ ხანაგობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გაიყიდება ეს ფართი, გაყიდული ფართის შედეგად მიღებული შემოსავალი ხშირ შემთხვევაში გამოიყენება მშენებლობაში, ზოგიერთ შემთხვევაში იპარავენ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს მშენებლობისთვის იქნება გამოყენებული თუ მოპარული იქნება, ანუ არ დაიხარჯება მშენებლობისთვის. ამ ხანაგობის ყველა წევრ წარმოეშვება მიღებულ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის, ანუ 20%-იანი გადასახადის გადახდა. მაგრამ ცოტა სხვანაირი ამ ხანაგობა კი არ არის იურიდიული პირი, მაგრამ საწარმოს რა ხანურთან დაბდება, მას თავისი ვალდებულება აქვს. მე
სოლიდარო ვალდებულებას ვამბობ იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოუდგება ისეთი ვალდებულები, რომელსაც თვითონ ამხანაგობა ვერ ძლევს. ამ შემთხვევაში თქვენ რაც ვცენთ, იმაზე მე მოგახსენებთ ერთ საინტერესო ჩანაწერს. ესე იგი, მე ხო გითხარით, რომ ითვალისწინებდა ამხანაგობას საკადასტრო კოდექსი, მაგრამ